მოგესალმებით. უკრაინა საინფორმაციო ველში ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის წინა ადგილებს იკავებს და ეს გასაგებიც არის. მაგრამ ბოლო დროს უკრაინა უფრო მეტად ნეგატიური ინფორმაციებით იქცევს ყურადღებას. როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მედიაში იქმნებოდა პროპაგანდა უკრაინის ძლიერ კონტრშეტევასა და რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხების შესახებ. დღეს უკრაინაზე უკვე ბევრი კრიტიკა ისმის. ვადაგასულ პრეზიდენტ ზელენსკიძეს უკვე ბევრი ცუდი იწერება და უკრაინის ხელისუფლების ყბადაღებულ კორუფციაზე ხომ ისედაც არ წყდებოდა საუბარი. მაგრამ ის, რაც ბოლოს მოხდა, ამან მაინც ყველა გააკვირვა. $100 მილიონ კორუფციის სკანდალი რომ აისბერგის წვერია, ეს ყველასთვის ნათელია. როგორც ჩანს, ზელენსკი, მისი ადმინისტრაცია და მისი სამეგობრო წრე იმდენად იყვნენ ჩართული კორუფციაში, რომ ვითარება უკვე ყველა ზღვარს გასცდა და უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოძიების შედეგებიც გაასაჯაროვა. უკრაინის ხელისუფლებისთვის ამ უსიამოვნო ინფორმაციას ემატება შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება იმაზე, რომ ამერიკელებს აღარ დარჩათ არაფერი, რაზეც სანქციების დაწესება შეუძლიათ. ამ ფონზე ევროპელი ლიდერების, ევროკომისიის წევრებისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის განცხადებები უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით სრულიად უპირისპირდება რეალობას. ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი, მარტა კოსი და სხვა ევროკრატები თითქოს პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ. მათი განცხადებები ზუსტად იმ პათოსსა და განწყობებს იმეორებს, რაც ომის დასაწყისში, ანუ 2022 წელს კეთდებოდა. ამ მიდგომის მიზეზები Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთებში იმალება. უკრაინის ომი სწორედ ის ბერკეტია, რომელსაც Deep State ევროკავშირის დასასუსტებლად იყენებს და შედეგსაც აღწევს. კირ სტარმერის, ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის დანიშნულება არის იმ დავალებების შესრულება, რაც არალეგალური მიგრაციის, LGBT იდეოლოგიის დანერგვის, ევროპულ იდენტობასთან ბრძოლის და უკრაინის ომის გახანგრძლივებაზე გადის. მილიარდები მიდის უკრაინის დასახმარებლად, მაგრამ რეალურად ეს მილიარდები ზელენსკისა და მისი ხელისუფლების ჯიბეებში ილექება. ჩვეულებრივ მოქალაქეებს სამხედრო კომისარიატების სამხედროები დასდევენ და სისასტიკის მწვერვალებზე გადიან. უკრაინის ეკონომიკა კი პრაქტიკულად განადგურებულია. უკრაინის ომის შედეგად მნიშვნელოვან დარტყმას იღებს ევროკავშირის ეკონომიკაც. მოსემულობა, რომ 2006 წლის სცენარი არ უნდა განმეორდეს და ევროკავშირის ეკონომიკა მარათუ ტრილიონ ნახევარი ევროთი მცირედითაც კი არ უნდა გაუსწროს ამერიკის ეკონომიკას, ძალაში რჩება და მუშაობს. ამ გეგმის შესრულებას ემსახურება ბრიუსელის ბიუროკრატია და ამიტომაც არის, რომ ევროკავშირის ლიდერების განცხადებები სრულიად უპირისპირდება შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებებს და რეალობისგანაც შორს არის. რეალობა კი ის არის, რომ ათობით მილიარდი $, და ევრო, რომელიც ამ წლების განმავლობაში უკრაინას დახმარების სახით გადაეცემოდა, თურმე ზელენსკის ახლო მეგობრების ჯიბეში მიდიოდა. ბიზნესმენისა და ზელენსკის მეგობრის ტიმურ მინდიჩის სახლში აღმოჩენილი ოქროს ვანა ტუალეტი ზელენსკის ხელისუფლების კორუფციულობის სიმბოლო გახდა. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული კუპიურების შეკვრები კი ყველას კარგად დაამახსოვრდა. სხვათა შორის ამ კუპიურებს ამერიკის ფედერალური რეზერვის, ანუ ეროვნული ბანკის ეტიკეტები აქვს. აქ ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ შტატების ბიუჯეტიდან წამოსული დახმარება ზელენსკის ხელისუფლების წევრების ჯიბეში მოხვდა, თან ისე, რომ არც კი გაუხსნიათ, ასე პირდაპირ, ხელიდან ხელში. ნურსის დაკვეთით ხდება, რომ უკრაინაში ანტიკორუფციულ ბიუროსა და ანტიკორუფციულ პროკურატურას მისი დაარსების დღიდან ზელენსკის დასავლელი კურატორები აკონტროლებენ. როგორც ხშირად იწერება, ამ ორი უწყების დანიშნულება უკრაინის ხელისუფლების მეთვალყურეობა იყო. როგორც ჩანს, ზელენსკის ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და შედეგიც დადგა. ამ სკანდალის ფონზე შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება ძალიან ცუდად ჟღერს უკრაინის ხელისუფლებისთვის და მისი მოკავშირე ბრიუსელისთვის. მეორე მხრივ კი ზელენსკის რეჟიმის გაჯიუტება მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ისევ უკრაინელ ხალხს უჯდება ძალიან ძვირი. მარკო რუბიოს განცხადებისა და სანქციების ჩავარდნილი პოლიტიკის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. უკვე მეოთხე წელია გლობალური Deep State-ის პროპაგანდის მანქანა ყველას არწმუნებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები თავის შედეგს გამოიღებს. ამაღამ რუსეთი შოკშია დასავლური სანქციების გამო. ეს ძალიან სერიოზულად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას. რუსეთის წინააღმდეგ ისეთი მასშტაბის ეკონომიკური ომის წარმოება, რაც წარმოუდგენელი იყო აქამდე. რუსეთის ინდუსტრია დაქუცმაცებულია. მაგრამ ამ პროპაგანდის ძალიან ცოტა ადამიანს სჯერა უკვე.
თვით დასავლურ პოლიტიკურ ელიტებში ნათლად ათვისნობიერებენ იმას, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა შედეგი ვერ გამოიღო. ევროკავშირს კი ეს სანქციები ბუმერანგივით შემოუბრუნდა და ევროგაერთიანებას უფრო დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე საკუთრივ რუსეთს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს უნებლიე აღიარება, რომ ამერიკელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქცია აღარ დარჩათ დასაწესებელი და მთელი რესურსი ამოწურეს, შეიძლება ყველაზე თავგამოდებული ევროცენტრისტებისთვისაც დამაფიქრებელი აღმოჩნდეს. თორემ იდეოლოგიური პრიზმის მიღმა მოაზროვნე რეალისტებისთვის, ვინც ცივი გონებით, რაციონალურად აანალიზებს მოვლენებს, ისედაც ნათელი იყო, რომ დასავლური სანქციები გლობალური deep state-ის, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი იყო მხოლოდ, რომლის შესაძლო შედეგები არც არავის შეუსწავლია სათანადოდ. აღარ დაგვრჩა ბევრი სანქცია ჩვენი მხრიდან. ჩვენ დავასანქცირეთ ნავთობის ძირითადი კომპანიები, რასაც ყველა ითხოვდა. თვალნათელია, რომ ეს უნდა შესრულდეს. არ ვიცი კიდევ რის გაკეთება შეიძლება. ჩრდილოვანი ფლოტი აღსრულების მექანიზმია და ცხადია სანქციები უნდა აღსრულდეს. 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო. გლობალური deep state-ის მიერ კონტროლირებადი ბაიდენის ადმინისტრაცია მაშინ საჯაროდ დაემუქრა რუსეთს, რომ უამრავი სანქციით, ვაჭრობის შეზღუდვით ისინი რუსეთს დიდ პრობლემებს შეუქმნიდნენ. მუხლებზე დააჩოქებდნენ და პუტინის რეჟიმს დაასუსტებდნენ. რუსეთი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სანქცირებული ქვეყანა აღმოჩნდა. ევროკავშირი აგერ უკვე მე-20 სასანქციო პაკეტზე არის მისული. დასავლეთმა ერთობლიობაში რუსეთს 10,000-ობით სანქცია დაუწესა და კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა. საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-დან ჩახსნით დაწყებული, გაცნობის აპლიკაციების გათიშვით დამთავრებული. მაგრამ რუსული სამხედრო მანქანა ამ სანქციებმა ოდნავადაც ვერ შეაჩერა. რამდენიმე თვეში უკვე 4 წელი შესრულდება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. რუსული ეკონომიკა იზრდება, უფრო მეტად ვიდრე რეცესიაში მყოფი ევროკავშირი. ანტირუსული სანქციების ერთ-ერთმა იდეოლოგმა და deep state-ის მარიონეტმა, შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა თავისი პირით აღიარა, რომ დასავლეთის სასანქციო პოლიტიკამ მიზანს ვერ მიაღწია. მიზანი ომის დამთავრებაა. ომი გრძელდება, ესე იგი ჩვენ ვერ მივახციეთ ჩვენს მიზანს. ამაში მე აბსოლუტურად გეთანხმებით. ის რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მიზანს ვერ მიაღწია, უკვე ყველასთვის ნათელია. მაგრამ ამ სანქციებმა კიდევ ერთი ფუნქცია შეასრულა. deep state-ის დაქვემდებარებაში მყოფი დასავლური პოლიტიკური სივრცის დასუსტების პროცესში და გლობალური სამხრეთის, ანუ BRICS-ის ქვეყნების გაძლიერებაში. 2022 წელს დასავლური სანქციების ქვეშ მყოფმა რუსეთმა ნავთობის და გაზის გაყიდვიდან ისტორიაში რეკორდული შემოსავალი მიიღო. 2024 წელს კი რუსეთის ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი შემოსავალი დაუფიქსირდა სასარგებლო წიაღისეულის რეალიზებით. როგორაა ეს შესაძლებელი, რომ ყველაზე სანქცირებული ქვეყანა ყველაზე მეტ თანხებს იღებს ბუნებრივი რესურსების გაყიდვით? ამაში გასარკვევად პირველ რიგში ის უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც უფრო მეტადაა ქვეყნის ეკონომიკა ლიბერალიზებული, ანუ გახსნილი, მით უფრო მეტადაა ის მოწყვლადი და დაზიანებადი, როგორც სანქციებისგან, ასევე ნებისმიერი ფინანსური კრიზისისგან. რუსეთის ეკონომიკა ფორმალურად კაპიტალისტურია, თუმცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით დაკავებული კომპანიების დიდი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაშია. ასევე სახელმწიფო ფლობს სხვადასხვა სტრატეგიულ აქტივებს, საკვანძო ნავთობსადენების სახით. ანუ ეს ყველაფერი ბაზრის უხილავ ხელს არ მიანდო რუსეთმა, დასავლეთის დიდი სურვილის მიუხედავად. არის კიდევ მეორე მომენტი, რუსეთი BRICS-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური მოთამაშეა. ასე რომ მას შემდეგ, რაც deep state-მა ევროკავშირს რუსეთთან პირდაპირ ვაჭრობა აუგრძალა, რუსეთმა უპრობლემოდ დაიწყო ნავთობით და გაზით ვაჭრობა ჩინეთთან და ინდოეთთან. ინდოეთი ევროპის მთავარი მომარაგებელი გახდა ნავთობით, ოღონდ რუსული ნავთობით, რადგანაც თვითონ ნავთობის მარაგები ფაქტიურად არ გააჩნია. ალ-ჯაზირას მონაცემებით 2023-2025 წლებში ინდოეთმა 20 მილიარდ დოლარამდე ღირებულების გადამუშავებული რუსული ნავთობის ექსპორტი მოახდინა ევროპაში. ამოცანა გვეკითხება, ვინ იხეირა და ვინ იზარალა რუსული ნავთობის და გაზის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. მთავარი ბენეფიციარი რუსეთია, რომელმაც რეკორდული შემოსავალი მიიღო. ანტირუსული სანქციებით ხელი მოითმო ასევე ინდოეთმა, რომელმაც სავაჭრო შესაძლებლობა გამოიყენა, შუამავლის ფუნქციით ისარგებლა და საკმაოდ დიდი თანხები გამოიმუშავა. ევროკავშირი და მისი მოსახლეობა კი მთავარი დაზარალებულის როლში მოგვევლინენ. სანქციების მიუხედავად მათ მაინც მოუწიათ რუსული სასარგებლო წიაღისეულის შეძენა, ოღონდ მესამე ქვეყნების გავლით. და მათ ბევრად მეტი ფული გადაიხადეს ამაში, ვიდრე მაშინ, როდესაც რუსეთთან პირდაპირ ვაჭრობდნენ. სანქციები ვერ იმუშავებს. ეს უფრო აახლოვებს BRICS-ის ქვეყნებს. ამას კი ბუმერანგის ეფექტი ექნება ყველა ქვეყანაზე.
სანქციები არ მუშაობს და წაგების რეჟიმში აყენებს ყველას, რადგანაც გლობალური ვაჭრობა ყველასთვის კარგია. სხვათა შორის ყველაზე დიდი ლუზერი ამ შემთხვევაში ევროპაა და არა რუსეთი. ევროპელები მრავალჯერ უფრო მეტს იხდიან ენერგიისთვის, მაგალითად თხევადი ბუნებრივი აირისთვის შეერთებული შტატებიდან, რადგან შეერთებულმა შტატებმა აფეთქა რუსეთიდან მომავალი იაფი გაზის მილსადენი. ეს სასაცილოა და ევროპამ ეს დაუშვა არასწორი გეოპოლიტიკური გათვლების გამო. ნებისმიერ შემთხვევაში ეს სანქციები ვერ იმუშავებს. 10 ბალიანი სისტემით რომ შევაფასოთ ანტირუსული სანქციების ეფექტურობა, ალბათ 1 ან 2 ქულა იქნება მაქსიმუმ პასუხი. კოლექტიურმა დასავლეთმა ვერც რუსული სამხედრო აგრესია ვერ შეასუსტა და ვერც პუტინის საომარი მანქანა ვერ დააზიანა. რუსეთმა რეკორდული შემოსავლები მიიღო და თავის მთავარ პარტნიორთან, ჩინეთთან უახლოესი სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულება გააფორმა. ესე იგი, Deep State-ის ანტირუსული სანქციები ტაქტიკურ დონეზე ჩაფლავდა და გრძელვადიან სტრატეგიულ დონეზეც. 2024 წლის დეკემბერში ლიბერალური დემოკრატიის კვლევის ცენტრის ანგარიშში ვკითხულობთ. დასავლური ენერგეტიკული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ წარუმატებლობას განიცდის. რუსული სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტი დასავლეთში კი შემცირდა, მაგრამ თავის დასაძვრენი სქემები მაინც შენარჩუნებულია. ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებული ხარვეზები მიზანმიმართულად ღია დარჩა, რადგან G7-ის ქვეყნები შეშინებულები იყვნენ ენერგომატარებლებზე ფასების ცვლილების გამო. ინდოეთმა წარმატებულად გამოიყენა ეს ხარვეზები და რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილეს მყიდველად იქცა. რუსეთიდან ინდოეთში იმპორტი წლიური მაჩვენებლით 13%-ით გაიზარდა და 2024 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში 27 მილიარდი ევრო შეადგინა. ახლა გადავხედოთ არა მხოლოდ ანტირუსული სანქციების რეკორდულ რაოდენობას, არამედ მათი აღსრულების მექანიზმს. ევროპულ ქვეყნებს რუსეთთან ვაჭრობა დიდი ბაქიბუქის და ათასობით სანქციის მიუხედავად მაინც არ შეუწყვეტავთ. ყველაზე ანტირუსული რიტორიკით გამორჩეული ქვეყნები, როგორებიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი მაგალითად, ზოგიერთი მიმართულებით რუსეთთან გაცხოველებულ სავაჭრო ურთიერთობებს აწარმოებენ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ალკოჰოლური სასმლის ექსპორტი რუსეთში საგრძნობლად გაიზარდა. Euronews-ზე გამოქვეყნებული მასალის თანახმად 2023 წელს ლატვია რუსეთში ვისკის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით რუსეთმა 254 მილიონი ევროს ღირებულების ვისკის იმპორტი მოახდინა, საიდანაც 177 მილიონი ევრო ლატვიაზე მოდიოდა, ხოლო მისმა მეზობელმა ლიეტუვამ 27 მილიონის ღირებულების ვისკი შეიტანა რუსულ ბაზარზე. Deutsche Welle-ის ინფორმაციით ლატვიის ექსპორტმა რუსეთში 2023 წელს 1 მილიარდ 100 მილიონი ევრო შეადგინა, რომლის ნახევარსაც ალკოჰოლური სასმელები, წვენები და ძმარი შეადგენდა. ასევე ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ კომპანია, რომელიც ლიეტუვის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს მრჩეველს ეკუთვნის, მილიონობით ევროს ღირებულების დასავლური ბრენდების მდიდრულ ტანსაცმელს მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში ყიდდა და ამით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდა. ლიეტუვური მედიის ცნობით, კომპანიამ სახელწოდებით მელინშილიშმა 2023 წლიდან 2024 წლის გაზაფხულამდე რუსეთში 4,5 მილიონი დოლარის ღირებულების ბრენდული ტანსაცმლის ექსპორტი განახორციელა. მათ შორისაა Nike-ის, Tommy Hilfiger-ის, Puma-ს, Calvin Klein-ის და Adidas-ის საქონელი. მაგრამ ეს ყველაფერი წვრილმანია იმასთან შედარებით, თუ როგორ არიან დასავლური კომპანიები და ევროპელი ფიზიკური პირები ჩართულნი რუსული ნავთობის გაყიდვაში ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით. ჩრდილოვანი ფლოტი მოძველებული გემების ერთობლიობაა, რომლებიც ნავიგაციას სტანდარტული დაზღვევის გარეშე ანხორციელებენ. ხშირად იცვლიან სახელს და რეგისტრაციას და რუსული წარმოშობის ნავთობის რეალიზებას ახდენენ ევროპაში. როგორც ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება საკუთარ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიები რუსეთის ჩრდილოვან ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვაში აქტიურად მონაწილეობენ. რუსული ნავთობი დატვირთულ ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შემავალ ხომალდებზე ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადატვირთვაში ჩართულია კომპანია Fast Bunkering, რომელიც ესტონელი ბიზნესმენის მიერ არის დაარსებული. თქვენ წარმოიდგინეთ, რომელიმე ქართული კომპანია ირიბად რომ ყოფილიყო რაღაც მსგავსში გარეული. ევროკრატია რამუქარის ტონით დაუწყებდა საქართველოს ლაპარაკს. მაგრამ როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს ასეთ სერიოზულ ბრალდებას უყენებენ, ეს პრესაში სტანდარტულ პუბლიკაციას არ ცდება. ანტირუსული რიტორიკით და უკრაინის ომის გაგრძელების სურვილით შეპყრობილი კიდევ ერთი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, პოლონეთის ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე აგრძელებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას. პოლონეთი რუსული სასუქების ყველაზე მსხვილი მომხმარებელია ევროპაში. უკრაინულმა გამოცემა Kyiv Post
პოსტმა 2024 წელს სტატია გამოაქვეყნა სათაური თუ როგორ უთხრის ძირს პოლონეთის და რუსეთის ვაჭრობა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს. 2023 წელს პოლონეთმა რუსეთიდან 2 მილიარდ 600 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის პროდუქციის იმპორტი მოახდინა, ხოლო ბელორუსიდან კი ანალოგიური მაჩვენებელი 450 მილიონი დოლარის ტოლი იყო. მარტო სოფლის მეურნეობის პროდუქციას თუ გადავავლებთ, თვალს ამ სექტორის იმპორტმა რუსეთიდან პოლონეთში 117 მილიონ დოლარს მიაღწია და 2021 წლის მაჩვენებელს გადაუსრო, ანუ სანამ უკრაინის ომი დაიწყებოდა და ევროკავშირი თავის სასანქციო პოლიტიკას დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ. ანუ რა გამოდის? ანტირუსული სანქციების აღსრულების მექანიზმი საკმაოდ რთული პროცესი ყოფილა და ის ქვეყნები, ვინც ყველაზე მეტად ხმაურობენ საერთაშორისო პლატფორმებზე და რუსეთის წინააღმდეგ ომს მოუწოდებენ ყველას, თვითონ რუსეთთან ვაჭრობით ხელს ითხოვენ. ამ ყველაფრის შემდეგ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის ევროპელ მარიონეტებს, რაიმე მორალური უფლება მაინც თუ გააჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ანტირუსული სანქციების დაწესება მოთხოვონ. რა თქმა უნდა, არა, მაგრამ მორალი ევროკავშირის როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაში დიდი ხანია გამქრალია. ევროპარლამენტი თავისი გაუთავებელი და არაფრის მომცემი რეზოლუციებით საქართველოს ანტირუსული სანქციების დაწესებას თხოვს, რითაც პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკა დაზიანდება. არადა საქართველოს ეკონომიკა ბოლო 4 წლის მანძილზე საშუალოდ 8-9%-ით იზრდება და მაჩვენებლით არათუ უკრაინას და მოლდოვას უსწრებს, არამედ მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზე ვართ, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გლობალურ Deep State საქართველოს დასჯა და ეკონომიკური წინსვლის შეჩერებას სურს. თუმცა აქაც შეგვიძლია მარკო რუბიოს განცხადება გავიხსენოთ, როდესაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ აქვს უფლება განსაზღვროს თუ რა არის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები. მე არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს უფლება აქვს განსაზღვროს თუ რა არის საერთაშორისო სამართალი. მათ ნამდვილად არ აქვთ უფლება განსაზღვრონ, თუ როგორ იცავს შეერთებული შტატები თავისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. ევროკავშირს ანალოგიურად არ აქვს იმის უფლება, რომ საქართველოს განუსაზღვროს ეროვნული ინტერესები და თითქმის ელაპარაკოს. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში უნდა მიიღებოდეს. მით უმეტეს ევროკავშირის გაუთავებელ წარუმატებლობას, ეკონომიკურ დაღმასვლას და ენერგოკრიზისს თუ მივიღებთ მხედველობაში, ოფიციალური ბრიუსელი ნამდვილად არაა იმ პოზიციაში, რომ ვინმეს რამე ასწავლოს. სრულიად ნათელია, რომ რუსები ბრძოლის ველზე იმარჯვებენ. უკრაინის არმიის მეთაური აღიარებს, რომ მისი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე რიცხობრივად 3-ჯერ ჩამორჩებიან რუსებს, ზოგიერთ კრიტიკულ ადგილას კი 6-ჯერ. თუ საცეცხლეს სიმძლავრეს შევხედავთ, ეს მეტწილად რუსეთის მხარესაა. ამიტომ რუსები ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად იმარჯვებენ, უკრაინელები კი აგებენ. კითხვა ისმის, რა შეუძლია დასავლეთს? პასუხი კი დიდი არაფერია. ცოტა ხნის წინ საუბარი იყო მეორად სანქციებზე, როდესაც რუსეთის დასჯის მიზნით ჩინეთსა და ინდოეთს სანქციები დაუწესდებოდათ. ჩვენ ამაზე უარი ვთქვით. შეიძლება ითქვას, რომ ინდოეთისთვის 50%-იანი ტარიფების დაწესება იმისთვის იყო შემუშავებული, რომ ინდოეთს რუსეთიდან ნავთობის იმპორტი შეეწყვიტა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. სინამდვილეში საპირისპირო შედეგით დასრულდა. ამან ინდოეთი, რუსეთი და ჩინეთი უფრო დააახლოვა. ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკური ბერკეტები. საუბრობთ უკრაინისთვის ტომოჰავკის რაკეტების მიცემის შესაძლებლობაზე. არ მჯერა, რომ ეს რაკეტები იმდენია, რომ უკრაინელებისთვის მისაცემად გვქონდეს საქმე. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა მოიტანა გლობალური Deep State-ის შეკვეთილმა სასანქციო პოლიტიკამ. ევროპული კონტინენტის ენერგოკრიზისი, უკვე იქამდე დაწყებული დეინდუსტრიალიზაციის დაჩქარება, ბიზნესის და მოსახლეობის ხარჯების ზრდა და მათი უკმაყოფილება, რუსულ ბაზარზე უარის თქმა, რუსეთის და ჩინეთის სტრატეგიული დაახლოება, ბრიქსის გაძლიერება და ევროკავშირის ბუნდოვანი მომავალი. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბევრ დასავლურ კომპანიას აიძულებდნენ რუსული ბაზრის დატოვებას. დასავლური კომპანიების 60%-მა რუსეთის ბაზარი დატოვა, მაგრამ რუსეთმა ეს სათავისოდ გამოიყენა. იმპორტის ჩამნაცვლებელი პოლიტიკა აირჩია ადგილობრივი წარმოების ახლებურად დასამუხტად. მაღალტექნოლოგიური პროდუქცია მანქანადანადგარების და ნახევარგამტარების სახით კი რუსეთში კვლავად შედის, ონ სხვადასხვა შუამავლების მეშვეობით. რადგანაც კაპიტალისტურ დღისწესრიგს ერთი უნიკალური კანონი განსაზღვრავს: ფულს სუნი არასდის. მათ ვერ გაიგეს, რომ თუ ინტელექტუალურად არ მიუდგები გლობალურ ცვლილებებს, კატასტროფულად დაასრულებ, სტრატეგიულ შეცდომებს დაუშვებ. მათ წააგეს ომი უკრაინაში. რუსეთს ამ ქვეყნის 1/4 უკვე აქვს ოკუპირებული. ისინი დამარცხდნენ, რადგან სანქციებმა არ იმუშავა. არ იმუშავა, რადგანაც მათ არ ესმოდათ ახალი ეკონომიკური წესრიგის კონფიგურაცია. 5 წუთითაც ვერ იმუშავებს ეს სანქციები.
სად არიან ახლა ის ადამიანები, ვინც საქართველოს ხელისუფლებას სანქციების დაწესებას თხოვდნენ რუსეთისთვის? სად არიან ისინი, ვინც უკრაინაში მოხალისეების ჩარტერით გაგზავნას ითხოვდნენ, ან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას ურდათ? ხომ იმართებოდა ქუჩაში აქციები ლოზუნგით სლავა უკრაინე? მოითხოვს ახლა იგივე ხალხი უკრაინაში კორუფციული სკანდალის გამოძიებას ან ზელენსკის გადადგომას. ბოლოს მინდიჩი და სხვა ფიგურანტები ზელენსკის გარემოცვას წარმოადგენენ. დღეს კიდევ უფრო კარგად ჩანს, რომ მთელი ეს პროუკრაინული აქციები სინამდვილეში საქართველოში გარედან მართული რევოლუციის მოწყობის მცდელობა იყო. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.